საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის HR დირექტორი, leadership coach-ი, management კონსულტანტი თემა. ორგანიზაციული კულტურის გამოწვევები და ლიდერის პიროვნული ტრანსფორმაცია. როგორც წარმატკინეს GH-ის HR დირექტორი ვარ ამჟამად დეაჩ ხაიძე და ასევე კიდევ MVB ორი ტიტული leadership coach-ი და management კონსულტანტი. ბოლო პერიოდში დავიწყე ამ სფეროებში მოღვაწეობა და იდეაში ის რაც მინდა რომ დღეს გაგიზიაროთ არის მთელი ჩემი პრაქტიკული გამოცდილება, ფილოსოფია, ბევრი რამ მოკლედ. და ეს ყველაფერი ეხება ლიდერს და კულტურას ერთად. უფრო მეტად ლიდერზე ვილაპარაკებთ დღეს, ვიდრე კულტურაზე, იმიტომ რომ აი ეს ორი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს და როგორც აღმოჩნდა, კულტურა არ არსებობს ლიდერის გარეშე, ხო? გოლაფის კვლევის შესახებ ალბათ გსმენიათ. 70% კულტურის შექმნის, შენარჩუნების და ცვლილების ტოპ ლიდერებზეა დამოკიდებული. ტოპ 2 იერარქიულ დონეზე. CEO და მის ქვემოთ. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში ეს არის 15 კაცი. აი ასეთი სტატისტიკა არის. 15 კაცს შეუძლია აგაშენოს და მეორე სიტყვას არ ვიცი. 15 წუთი აღმოჩნდა ცოტა. ამიტომ სლაიდები ბევრი მაქვს და რაღაცებს გადავახტები. ჩვენი დღევანდელი მთავარი სიტყვა არის ცვლილება. უჯრედის დონეზე, ბიოლოგიის დონეზე, ფსიქოლოგიის, ადამიანის, კულტურის, სულ ცვლილებაში ვართ, ხო? HR-ები ამას ძალიან გრძნობთ ორგანიზაციულ კულტურაში, განსაკუთრებით აი ეს მწვანე ტიპი, რაც შემოგვეპარა 2020-ში მას მერე თავდაყირა დაგვაყენა და ძალიან სიღრმისეულ ცვლილებებში ვართ ადამიანები, ორგანიზაციები და თუ ადრე ჩვენი მართვის პარადიგმა, ანუ HR-ების ენაზე რომ ვთქვათ, ვიკვლევდით ლოიალობას, მერე ვიკვლევდით ჩართულობას, ეხლა ვიკვლევთ ბედნიერებას. ხო, ბედნიერების კვლევებს ვაკეთებთ. ანუ სიყვარული არის ის რაც მთავარია, როგორც აღმოჩნდა, ბედნიერება ჩემთვის სიყვარულთან ძალიან ასოცირდება და სავარაუდოდ უნდა გვყავდეს ადამიანი, რომელიც სიყვარულით გაგვატარებს მთელ ამ კულტურაში, გაგვაერთიანებს, გუნდად გვაქცევს, სირთულეებს დაგვაძლევინებს და მოკლედ სიყვარულზე ვლაპარაკობთ. და ანუ ჩემთვის ესეთი მეტაფორა არის, რომ თანამშრომელიც და დამსაქმებელიც გვირილებს ვაწიწკნით ფოთლებს, ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, ხო? ჩემი გუნდის ისიქ დიდი მადლობა. აი რამდენი არიან. და ვინ გაგვატარებს ამ ყველაფერში, ანუ ვინ არის ის საოცარი ადამიანი? ვინ არის ლიდერი, ლიდერს ვეძახით ჩვენ ამ ადამიანს? და ბევრი ტექსტები არ წაიკითხოთ, ჩემთვის ლიდერი არის ის, ვინც ევოლუციაში, ადამიანურ ევოლუციაში ცოტა უფრო წინ წავიდა. აქ ეხლა რაც ვართ, ევოლუციაში ვართ. ხო? რაიმეს უცხოს ხوار ვლაპარაკობ. სულ ვიცვლებით, სულ ვიზრდებით, ცვლილება ამიტომ არის და ზრდა და სწავლა ამიტომ არის ჩვენი მთავარი სიტყვები, ხო, განსაკუთრებით HR-ებისთვის და ლიდერებისთვის. პიროვნული ზრდა არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა და მინდა რომ გაგაცნოთ ჩვენი GHG-ის ლიდერების მიერ შექმნილი პარადიგმა. ჩვენ 2017 წლიდან გვაქვს ლიდერების პროგრამა, რომელშიც ბევრ თანამედროვე მეთოდს ვიყენებთ და ამ სლაიდის შემდეგ ერთ-ერთ მეთოდს გაგაცნობთ, პრაქტიკულს, HR-ი მაინც პრაქტიკოსი ხალხი ვართ და პრაქტიკული მეთოდი მოგიტანეთ საკუთარი გამოცდილებიდან. მაგრამ სანამ ამ მეთოდზე გადავალთ, მინდა რომ ჩვენი პარადიგმა გაგაცნოთ. HR-ები ხშირად ვართ ხოლმე ფოკუსირებული აი იმაზე, აი ეს არის ხო შუქი. აინც არ ჩანს. კულტურის ტრანსფორმაციაზე. ანუ გვინდა რომ კულტურა შეიცვალოს, გვინდა რომ უკეთესი გახდეს და სინამდვილეში ჩემი გამოცდილებით, ჩემი გუნდის გამოცდილებით, ჩვენი ლიდერების გამოცდილებით, ალბათ კოუჩების გამოცდილებითაც, ჩვენი კოუჩების გამოცდილებით, HR-ებს გვაქვს აქცენტი გადასატანი ცოტათი პირველ პუბლიკზე.
ლიდერის პიროვნული ტრანსფორმაცია. იმიტომ რომ თუ ეს არ ხდება თქვენს ორგანიზაციებში, თან ზემოდან ქვემოთ, ქვემოდან ზემოთ რევოლუციაა. ზემოდან ქვემოთ ევოლუციაა. ზემოდან ქვემოთ CEO-თი. დაჟე ვიტყოდი თუ დამფუძნებელი ყავთ, აქციონერი ყავთ იქედან. აი იქედან იწყება ცვლილება იმ შედეგის მისაღწევად, რაც HR-ებს გვინდა ხოლმე და რაც ახლა გვიდგას ძალიან მნიშვნელოვანი ჩელენჯი, რომ ჩვენი კულტურები უფრო ეფექტური გავხადოთ, რომ ორგანიზაციები უფრო მორგებული გავხადოთ, რომ უფრო ეფექტური გავხადოთ. ეს არის ამისთვის ვარსებობთ, ხო, HR-ები. ლიდერი, რომელიც გამოფხიზლდა, ეს სიტყვები მიყვარს, მერე გაიფურჩქნა და მერე მასტერინგში წავიდა. ჩემს მერე იქნება გამომცვლელი, რომელიც ამაზე მეც დაგელაპარაკებად. აი ამ ადამიანს შეუძლია ორგანიზაციული კონტექსტის ცვლილება, რომ გაუმკლავდეს ამ ყველაფერს. და ამ ორის ნაზავი ცვლის კულტურას. და მერე კულტურას იყენებს უკვე ჩვენი კლიენტი. ხო, ანუ მე იმედი მაქვს, რომ 2020-ში ჩვენ ძალიან გავჩერდით GHG-ში, სამაგიეროდ ჩვენ თელ ჩვენს ქვეყანას მოვემსახურეთ პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით და იმედი მაქვს, რომ 2021-ში, 22-ში კლიენტი აი ზუსტად იმიტომ, რომ ეს შინაგანად მიმდინარეობს, უფრო სხვანაირს გვიხილავს. ეხლა მინდა რომ უკვე შემოგთავაზოთ ჩვენი მეთოდი, რომელსაც მაღალი რგოლის მენეჯერების გამოსაფხიზლებლად ვიყენებთ, ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, ბევრ მეთოდს შორის და ზოგადად ჩვენთან GHG-ში რამდენიმე 360 გრადუსიან უკავშირის მეთოდს ვიყენებთ ხოლმე. ეს არის ჩემი საყვარელი. ეს არის აი ამ ავტორების თული, რობერტ ანდერსონის და უილიამ ადამსის ამერიკული მეთოდია, თუმცა ყველა მსგავსი მეთოდი დასავლეთიდან მოდის, ჯერჯერობით საქართველოში არ შეგვიქმნია. ჩვენ კი ვცადეთ, მაგრამ ფლად ასეთი დონის 360 კაი 360 გვაქვს, მაგრამ ფლად ასეთი არა და მაღალი რგოლის მენეჯერებს აი ამ ლიდერობის გზაზე ვატარებთ, ანუ პირველი რასაც ვაკეთებთ, ეს არის სარკეში ჩახედვა. აი ასე გამოიყურება, ანუ ცოტა ცუდი ხარისხია, ამიტომ მე გაგიმზადეთ ქართული ჩემი ვერსიით, ასე ვთქვათ. ესე იგი, ორი სკალა გვაქვს. ერთი არის რეაქციულობა, კრეატიულობის სკალა და ეს მეთოდი ამბობს, რომ ლიდერული სტილი თუ არის რეაქციული, ეგოდან წამოსული, შიშებიდან წამოსული, ხო? გეცნობათ ხო ეს ყველაფერი? და თუ ლიდერი ასუხობს რეაქციულად იმ გამღიზიანებლებს, რომლებიც მის გარემოშია, არ ხედავს გრძელვადიანად, არ ხედავს მდგრადად, არ ხედავს უფრო ფართო კონტექსტით ვიდრე მისი ორგანიზაცია, მაშინ ეს ყველაფერი ეფექტურობას ნაკლებად აღწევს და ამაზე სტატისტიკაც არსებობს და ასეთი სტილის ლიდერის ქცევები, ეს ბიჰევიორალური მოდელია, ხო? არის მორჩილება, თავდაცვა, კონტროლი. ის რაც ჩვენ გვინდა და როგორც გვინდა რომ ავწიოთ და ავამაღლოთ, ანუ ლიდერშიპი და იმ ევოლუციაზე ადამიანი ცოტა უფრო წინ წავიყვანოთ, ეს არის კრეატული ლიდერობა. კრეატული ლიდერობის განვითარება, რომელიც არის არა გარემოზე რეაქციული ქცევები, არამედ ის რაც შიგნით გაქვს გამოხატო გარეთ აუთენტურად. და აუთენტურობა არის საფუძველი ამ მოდელის. აუთენტური თვითგამოხატვა, ღირებულებებით ცხოვრება და შენი ხედვის და ღირებულებების ირგვლივ ადამიანების გაერთიანება, ხო? ურთიერთობების შენება, გუნდის შენება, თვითცნობიერება, მუდმივ სწავლაში ყოფნა, შეცდომებზე სწავლა, ხო? სისტემური აზროვნება, სისტემური ცნობიერება და მიღწევა. მიღწევა არავის არ ამოუღია ამოცანის შესრულება ლიდერის დღის წესრიგიდან. და მეორე სკალა, რომელიც გვაქვს და რომელიცაც ლიდერობის სტილს ვადგენთ და მე მუშაობთ კოუჩებთან ერთად, რომ კიდევ უფრო კრეატული იყოს ეს ყველაფერი, ეს არის ურთიერთობები ამოცანის სკალა. ხო? ანუ ხედავთ, ხო? ანუ კრეატული ურთიერთობაზე ორიენტირებული ლიდერი, კრეატული ამოცანაზე ორიენტირებული, რეაქციული ურთიერთობებზე ორიენტირებული და რეაქციული ამოცანაზე ორიენტირებული.
ძალიან საინტერესო ეს მეთოდი არის იმით, რომ საშუალებას გვაძლევს, რომ კორელაციებში შევხედოთ ჩვენი ლიდერების ქცევას, მას მერე რაც სარკეში ჩავიხედავთ ხოლმე და ძალიან საინტერესო კორელაციები აქვს დათვლილი თვითონ ამ მეთოდს და მინდა გითხრათ, რომ 9,000,000-იან ბაზას ეძრები, ბენჩმარკს აკეთებ სოფლიოში 9,000,000 ლიდერთან და ლიდერის ხატია, ასე ვთქვათ, დახატული. ჩვენი თანამშრომლები ამ ხატს ეძახიან დიმიტრი გელოვანს. ცვლილება შიშის მომტანია, ხო? და ლიდერი რომ გაგყავს ამ ცვლილებაში, რა თქმა უნდა, ადამიანებს ჩემი ჩათვლით, მეც გავიარე ამ ყულფში გავყავი თავი და გავძვერით ცოტათი. შიშის მომტანია, ხო? გვეშინია ცვლილების და ვეუბნებით ხოლმე ჩვენს ლიდერებს, რომ დიმიტრი გელოვანობა არ არის მიზანი. რა არის მიზანი? მიზანი არის პატარა ნაბიჯები და ცვლილება. უფრო კრეატიული პასუხები, რომელიც შენ შიგნიდან მოდის და ადამიანებს აბედნიერებს და სიყვარულში ამყოფებს და არა რეაქციული პასუხები, რომელიც შიშიდან და თავდაცვიდან და თავდასხმიდან მოდის, ხო, ეგოდან რაც მოდის. და საინტერესო კორელაცია არის ის, რომ თუ ჩვენი ქულები ამ 360-ზე მაღალია კონტროლის ნაწილში, მაშინ ავტომატურად იკლებს ურთიერთობები და თვითცნობიერება. ანუ ადამიანს ეს არ შეუძლია. არ აქვს ამოქაჩული, ამოწეული, აქვს პოტენციალი, მაგრამ blind spot-ი აქვს, ხო? თეთრი ლაქა მგონი ქართულად ასე ქვია. თუ თავდაცვაში ვარ, ემოციურად დისტანციური ვარ, მაშინ აუთენტურობას ვკარგავ, არ მიცნობენ. ხო? და თუ ადამიანს არ იცნობენ, დობაში ვერ შედიან. დობა ლიდერის მთავარი იარაღია, ხო? თუ მორჩილებაში ვარ, ანუ მორჩილების კარგი გამოხატულება არის pleasing, ოღონ ქართულად, სხვების მაამებლური ქცევა, ხო, მადლობა ეგ. მორჩილება თუ არის ჩემი წამყვანი ეგო მექანიზმი, მაშინ სისტემურ ცნობიერებას მე სხვას ვერ გადავცემ. და მიღწევა, სტრატეგიული ხედვა და მიზნით გაერთიანება არ იქნება ჩემი იარაღი, ასე ვთქვათ, ხო, ლიდერშიპში. აი ესეთი ძალიან საინტერესო მეთოდი გვაქვს, რომლითაც პირადად მე ვარ გამოფხიზლებული 2017-ში. და ჩვენი ტოპ ლიდერები ძალიან აფასებენ ამ მეთოდს და ძალიან ბევრს მუშაობთ. ჩემ პირადად ჩემი მაგალითი შემიძლია რომ გითხრათ, ყველაზე მეტად 2017-ში რიპორტი რომ მივიღე ამ 360-ის და კოუჩთან ერთად რომ დავიწყე მუშაობა, ჩემს კოუჩთან ერთად წელიწად-ნახევარი ვმუშაობდი, მაშინ ყველაზე მეტად მეწყინა ჩემი კოლეგებისგან, რომ დაბალი ქულები დამიწერე სტრატეგიულობაში. სტრატეგიულობა არის ამოცანის მიღწევის ნაწილი. იმიტომ რომ სულ მომავალში ვარ და სულ გეგმავ და სულ 1-3-4 წლის იქეთ ვხედავ და რანაირად არ ვარ სტრატეგიული, ძალიან მეწყინა. მერე გაირკვა, რომ არ ვლაპარაკობ ამ ყველაფრის შესახებ. რას ვაკეთებ? ვიძლევი დავალებებს. ანუ კონტროლის, ანუ ამოცანის მიღწევის ნაწილში ჩემი ქცევა არის კონტროლი. perfect ქცევა, ხო? პერფექციონიზმი. პერფექციონიზმი არის კონტროლის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი. driven ქცევა ქართულად როგორ არის, ანუ ბევრი საათი მუშაობა, სხვების ენერგიის ხარჯზე რაღაცის კეთება, საკუთარი ენერგიის და საკუთარი თვითკონტროლის ხარჯზე რაღაცების კეთება, ხო? აგერ ფოლად ამიყურებს და ეცნობა ეს ყველა. და ანუ და დანაწევრებული ამოცანები. არა დიდი სურათის შესახებ საუბარი, არამედ დანაწევრებული ამოცანები. რა არის სამაგერ ლიდერშიპი, რა აღმოვაჩინე, რო არის ლიდერშიპი. შენ შეიძლება გააქვს სტრატეგია, სასწაულ რაღაცებს ხედავ, მაგრამ თუ არ აზიარებ, ქვემოთ ხარ. შენი ეგო მუშაობს. პერფექციონიზმის მექანიზმი, პირველობის მექანიზმი, სხვების ხარჯზე რაღაცის კეთების მექანიზმი, არ გიცნობენ ადამიანები, შორს ხარ ემოციურად და ლიდერი, რომელიც ფიდბექს ვერ იძლევა, ხო? რითი ამოვიცნოთ, ხო? ეს pleasing ქცევა. აი ამით. ეს ნიშნავს, რომ უნდა მოვრჩე, ხო? 2 წუთი მაქვს, ოკეი.
დავახტები ჩემს სლაიდებს, როგორც გითხარით, ევოლუციური მოდელია და ჩვენი ამოცანა კოუჩების და HR-ების არის ლიდერების გამოფხიზლება და იქეთ აღარ ჩანს 70% რეაქციული ლიდერშიპიდან, რომელთა ეფექტურობა 40%-ია. ადამიანების აყვანა კრეატულ ნაწილში 20%-ია დღეს კრეატულ ნაწილში, მაგრამ რეაქციულიდან ამ ყველაფრის გადასხვაფერება შეიძლება კრეატიულისკენ, სადაც 65%-ია პიროვნული და ორგანიზაციული ეფექტურობა. ღირს ამაზე ხელის მოკიდება, ხო? სხვადასხვა თანამედროვე მეთოდებით, მაგალითად ჩვენ კოუჩინგს ვიყენებთ. პიროვნული განვითარების თულებს ვიყენებთ, სტრატეგიულ ვორქშოპებს ვიყენებთ, უამრავი თანამედროვე მეთოდი არსებობს, როგორ გაზარდოთ ლიდერობა. და დაუბრუნდები ისევ ჩვენს პარადიგმასთან და ჩემი მესიჯი დღეს არის HR-ებო დაიწყეთ ლიდერების გამოფხიზლება. აი აქ პიროვნული ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს. უღრმესი მადლობა. დეა ჩხაიძე, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის HR დირექტორი.